ყველას მოგესალმებით. ეს არის რიგით უკვე მეხუთე განხილვა ბრძოლის უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილი. მე დღეს მინდა ვისაუბრო თუ რა გეგმა არის საჭირო იმისთვის, რომ მერაბიმ დაიცვას თავისი კამარი და გახდეს ჩემპიონი. და ასევე იმას ვიტყვი, რომ ჩემი აზრით თუ მერაბი მოიგებს ამ ბრძოლას, უკვე ჩათვალეთ, რომ წლები ვერავინ ვეღარ მოუგებს და იქნება დომინანტი ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში, რაც მთელი გულით მინდა. როგორი გეგმა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მერაბმა მოიგოს ბრძოლა უმართან. პირველ რიგში შევაფასოთ უმარის. ანთროპომეტრიულად უფრო მაღალი, მერაბი არის 168 სანტიმეტრი, უმარი 173, ასევე ხელების გაშლა აქვს უფრო მეტი 8 სანტიმეტრით, სიმაღლე მეტი 5 სანტიმეტრით. რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, აქვს მაღალი დონის ზუსტი და ეფექტური კრივის ტექნიკა, არის უნივერსალური. Stop! Time! What happened? Stop! მოჩვენებელი 100%-იანი დაცვა ტექნიკიდან. Do not talk to him. That was trying to engage Tim Welch in the corner. What happened? I've never seen that. Yelling at Tim Welch. გამარჯვებიდან 7 აქვს მონაგები საბმიშენით. და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ყველაზე საყვარელი ილეთი დავარქვათ, ეს არის მახრჩობელა ზურგიდან, rear naked choke. რომელთაც უმარმა მოიგო 18-დან 7 ბრძოლა. ეგ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. უმარის არა აქვს მარცხი, ამიტომ მენტალურად იქნება მაქსიმალურად დარწმუნებული თავის გამარჯვებაში და ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ხაბიბი და ხავიერ მენდესი იქნება შენს კუთხეში. იმაში, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, შენ უბრალოდ ხდები მანქანა, რომელიც როგორ უნდა იმოქმედოს მერაბს აქვს უფრო მეტი გამოცდილება, მერაბი არის მოქმედი ჩემპიონი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არის არადაწესებული წესი, რომ თუ ბრძოლა არის თანაბარი, ხამარი რჩება ჩემპიონი. Even if he doesn't get him to tap here, this is draining him. He's just laughing at him. ძალიან მაღალ ტემპში ხაოსურად იმუშაოს და ეს ხაოსი არის მერაბის ტექნიკის ნაწილი. გამომდინარე ანთროპომეტრიული სხვაობის მნიშვნელოვანი არის, რომ მერაბი არ დარჩეს საშუალო და შორმანძილზე, სადაც შეუძლია უმარს რომ მიწვდეს ფეხით, რადგანაც ფეხებით დარტყმას საკმაოდ კარგად აკეთებს. მერაბი მაჩვენა, რომ შეუძლია ამის გაკეთება, ეს გააკეთებდა უკეთეს სტრაიკერთან, შონომელისთან, სწორად გაურბოდა, სწორად იცავდა თავს, სწორად წვიტავდა მანძილს, სწორად უახლოვდებოდა. უმარის ამოცანა იქნება საპირისპირო, რომ დაიჭიროს შორ და საშუალო მანძილზე მერაბი. ანუ ჩემი ამოცანა, მერაბის ამოცანა არის, რომ იმუშაოს კლინჩში, გადაიყვანოს, არ უნდა გაჩერდეს უმარისთვის კომფორტულ დისტანციაზე, ეს არის საუბარი საშუალო და შორ დისტანციაზე. ასევე უნდა იყოს ფრთხილი მუხლების დარტყმებისგან, რადგანაც უმარის აქვს კარგი ბაზა ტაილანდური კრივის და ამოცანა დგომში იქნება მარტივი ტექნიკა, როგორც გააჩნია მერაბს. ხაოსის შექმნა და ეს ხაოსი, როგორც მე აღნიშნე, არის მერაბის ტექნიკის ნაწილი. და მცდელობები შესვლა ახლო მანძილზე, გადაყვანის, და ეს არის უკვე საუბარი ჭიდაობაზე და ზემოდან კონტროლის. ჩემი აზრით, ძირითადი უპირატესობა, რომელიც აქვს მერაბს ამ ბრძოლაში, ეს არის ფიზიკური უპირატესობა. მე აღნიშნე, რომ უმარი არის ძალიან ტექნიკური დგომში, ძალიან ტექნიკური გრეპლინგში, ტექნიკური იმის ჭიდაობაში იმ დონეზე, რომ დაიცვას თავი ტეიქდაუნებისგან და დამიჯერეთ, რომ ესაც შენ ხარ ხაბიბის გუნდში, შენ გაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი ჭიდაო დგომში და მიწაზე, მაგრამ როგორი ტექნიკაც არ გქონდეს, თუ შენ გეჯახება ფიზიკით 20, 30 და 50% უფრო ძლიერი ასევე ტექნიკური მოჭიდავე, შენ
უკვე ხდები აი როგორც კაცი რო ბავშვს ეჭიდაება. ჩემი აზრით უმარის მინუსი ეს არის ფიზიკა. აი მებრძოლის ფიზიკა არ გააჩნია, რატომღაც ვიზუალურად და გამომდინარე ყველა ბრძოლების უფრო ჩანს ფიზიკურად სუსტი, მაგრამ აქვს მაღალი სიჩქარე. ამიტომ მერაბმა უნდა გამოიყენოს თავისი ფიზიკური უპირატესობა, თავისი ღონე, პრესინგით, როგორც გააჩნია, უნდა მუშაობდეს ახლო მანძილზე, შორ მანძილზე არ უნდა ითამაშოს დიდი ხანი, არ უნდა აყვეს ფეხებით დარტყმაში და კრივში, უნდა იმუშაოს მარტივად და უნდა ქონდეს მხოლოდ ერთი ამოცანა, ეს არის შესვლა, გადაყვანა, კონტროლი და გრანდ პაუნდი ზემოდან მუშაობა, მუცელი თავი და ჩემი აზრით ფიზიკა ეყოფა ამისთვის. მერაბის ჰქონდა პრობლემები კონტროლში, მე ეს აღვნიშნე წინა ვიდეო რგოლში, მაგრამ ეს იყო საუბარი გენრი სეხუდოზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე თავისუფალ ჭიდაობაში. რაც შეეხება ასევე გრეპლინგის მომენტს. კარგი კონტროლი, მე დარწმუნებული ვარ, რაზეც იმუშავა და რის ლაგერიც გაიარა უკვე მერაბმა, ჩვენ მოგცემს გამარჯვებას. შეიძლება 5-დან ჩვენ ტექნიკურად წავაგოთ დგომის ხარჯზე 2 რაუნდი, რომ უფრო მეტი ქულა იღოს უმარმა, მაგრამ მოვიგოთ მე-4, მე-5, დაუშვათ მეორე, მე-4 და მე-5 ჭიდაობის და ღონის და პრესინგის ხარჯზე. მერაბის ამოცანა არის ხაოსის შექმნა, მაქსიმალური მიწოლა და კონტროლი ზემოდან უმარისი, რასაც ჩემი აზრით მერაბის შეძლებს. მე ასევე სანამ იქნებოდა ბრძოლა პიოტრიანის და უმარის, მე პიოტრიანი რატომღაც მიმაჩნდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მოწინააღმდეგეს, რადგანაც პიოტრიანს შეეძლო კარგი დაცვა ტეიქდაუნებისგან, არის საუკეთესო ტექნიკის მფლობელი, კრივის ტექნიკის მფლობელი თავის ზონაში, მაგრამ ბრძოლა მაჩვენა ის, რომ ვერ გაუძლო იმ ნაჟიმს, რომელიც გაუკეთა მერაბმა. მე მინდა რომ ეს ბრძოლა ჩაიაროს ესე, ჩვენ მოვიგოთ მეორე, მე-4 და მე-5 რაუნდები, აი 8-10, ხო, ანუ დიდი უპირატესობით ფიზიკის ხარჯზე. შეიძლება იყოს სათუო პირველი რაუნდი, როდესაც ესე ვთქვათ, ბევრი სვეჟი და ბევრი ძალები აქვს უმარს და შეძლებს რომ გააკეთოს დაცვა ტეიქდაუნისგან და მისი გეგმით, ჩემი აზრით, მისი გეგმა იქნება დაცვა და აიძულოს მერაბი დგომში ჩხუბი. როდესაც ჩხუბობს ორი კარგი მოჭიდავე, მაშინ ბრძოლა 100%-ით არის დგომში. რადგანაც ორივეს უნდა რომ გააკვირვოს თავის მოწინააღმდეგე, შეთავაზოს ახალი გეგმა და მეორე მომენტი ის არის რომ ორივეს აქვს წარმოქმნა როგორ თავი დაიცვას. ამიტომ უმარი ეცდება რომ რეალიზაცია გაუკეთოს თავის უპირატესობის დგომში იმის ხარჯზე რომ გააკეთებს კარგ დაცვას ჭიდაობისგან. მერაბი უნდა იცადოს რომ გაუკეთოს ნაჟიმი, ემუშაოს, მიიყვანოს კლეტკასთან, ანუ კუთხეში და პრესინგის და ხაოსის ხარჯზე აკონტროლოს უმარი მიწაზე. ზემოდან მუშაობა ალბათ უნდა ყოფილიყო მერაბისთვის ძირითადი ამოცანა. მე ასევე მაქვს ინფორმაცია რომ მერაბის გუნდში იყო ორი მებრძოლი, რომელიც შენახვედრი იყო უმართან, როდესაც უმარი ჩხუბობდა პანკრატიონში, არის ესეთი სახეობა მიახლოებული MMA-სთან მაქსიმალურად. ეს არის კავკასიიდან ორი მებრძოლი, გვარებს ახლა ვერ გავიხსენებ, წარმოშობით ჩეჩენი და დაგესტანელი, რომელიც ასევე ეხმარება და იყვნენ მერაბის გუნდში. ეს არის კარგი ნიშანი, რომ ჭკვიანურად არის მომზადება დაგეგმილი და მე თქვენთან ერთად 19 იანვარს დილით მთელი გულით და სულით უბრალელშიკებ ჩვენ მერაბს. ასევე მე მინდა გავცე პასუხი, ძალიან ბევრი კომენტარები იყო, პოზიტიური, ნეგატიური და მინდა უბრალოდ რომ უპასუხო. სახელების გარეშე უბრალოდ პასუხი კომენტარებზე. პირველი ძალიან სასაცილო კომენტარი იყო, რომელიც გახდა პოპულარული, რატომ ხმარობ ესეთ რუსულ სიტყვებს, როგორიც არის overhand, ჰუკი და uppercut. მოდით გავერკვეთ overhand ხელის ზემოთ, uppercut ეს არის ინგლისური სიტყვები.
ორთაბრძოლებში, ქართული ორთაბრძოლებში და ქართულ ენაში ხშირად გამოიყენება რუსული ტერმინებიც და ინგლისურიც, რადგანაც ჩვენ არ გვაგვაჩნია ჩვენი სიტყვები ამისთვის. და პრინციპში როგორც სპორტი ეს ჩვენთან ჩამოვიდა უცხოეთიდან. და რაც შეეხება სიტყვას uppercut, overhands და ესე შემდეგ, ჯები იყოს თუ გინდათ, ხო ეს არის ინგლისური სიტყვები, ხო? არ ვიცი თქვენ სად შეიძლება რუსულ ენაში გაიგონეთ, რადგანაც რუსეთში ხმარობენ, მაგრამ ეს არის ინგლისური, ეს სასაცილო არის უბრალოდ, უნდა იცოდეთ, სიტყვილი არის ამის არცობა. ეს არის ინგლისური სიტყვები. შემდეგი რო შევაჯამოთ შეკითხვები, ეს იყო ნეგატიური კომენტარები, რომ მერაბის წინააღმდეგ განვიხილავ, რომ მერაბი წააგებს. მე ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური, მიუხედავად, რომ მერაბთან მე პირადად მაქვს ურთიერთობა, პირველ რიგში არის უმაგრესი ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ პროგნოზი არის პროგნოზი. ახლა როგორც საქართველოს გუნდი შეიძლება შეხვდეს პორტუგალიას, შეიძლება შეხვდეს ბრაზილიას, პროგნოზისტის ამოცანა არის, რომ მიცეს ობიექტური პროგნოზი, აჩვენოს სუსტი და ძლიერი მხარეები და არა ის, რომ ვიძახო, რომ მერაბი გაიმარჯვებს უეჭველი. ესეთი განხილვა არ იქნებოდა საინტერესო. მე ღრმად განვიხილავ ტექნიკას, რესლინგის, გრეპლინგის, სტრაიკინგის, ჩემ გამოცდილებას ვიყენებ და მაქვს ჩემი აზრი, თუ როგორ შეიძლება და რა ვარიანტები აქვს ამ ბრძოლას. შემდეგი შეკითხვები ეხებოდა ასევე ნახატებს, რომელიც შეიძლება ან ვიდეოს რუსულ ენაზე. უბრალოდ მე ვიღებ რაღაც ამ მონაკვეთებს მერაბის და უმარის მომავალ ბრძოლაზე რუსულენოვან YouTube-დან, ამიტომ ამას აქვს ადგილი. ჩემი აზრით, სპორტში არ უნდა არსებობდეს პოლიტიკა, არც რელიგიის საკითხები არ უნდა განიხილოდეს, არც ნაციონალური. სპორტი არის სპორტი. ჩვენ მხარს უჭერთ თავისთავად ქართველს და ჩვენიანს და მე თქვენთან ერთად ვარ ამ კომაგობაში, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ გქონდეს პროგრესი MMA-ში, უფრო მეტი სწორი ანალიზი იყოს, უნდა დავჭირთ ობიექტურები, მიუხედავად ჩვენი სურვილების. 19 იანვარს მე გამარჯვებას უსურვებ მერაბს, მინდა რომ იყოს ჩემპიონი კიდე 10 წელი, წაუგებელი ჩემპიონი და კომენტარებში გავაკეთოთ ესე. მე გავათამაშებ 100 ლარს, ვინც დაწერს ზუსტ პროგნოზს თუ როგორ დასრულდება ეს ბრძოლა. ზუსტი პროგნოზი რას ნიშნავს? ეს არ არის უბრალოდ აი მოიგებს მერაბი გადაწყვეტილებით. არა, ზუსტი არის ესეთი. პირველ რაუნდს მოიგებს უმარი, მეორე რაუნდს რესლინგის ხარჯზე იგებს მერაბი, მესამე რაუნდი თანაბარი და ესე შემდეგ. რაც უფრო ზუსტი პროგნოზი იქნება, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ მოიგოთ 100 ლარი. მე პირადად გადავცემ ამ თანხას გამარჯვების. ყველაზე ზუსტი პროგნოზი ბრძოლაზე უმარ ნურმაგომედოვ მერაბ დვალიშვილი. გამოიწერეთ ჩემ YouTube, Instagram და TikTok არხი და ყველაზე პირველებმა გაიგეთ MMA ამბები.